მეოცე საუკუნეში საქართველოს თავს გადამხდარი ამბავი ჯერ კიდე ბოლომდე არ თქმულა. იმ წელს ზამთარი მთელ საქართველოში ძალიან ცუდი იყო. ცუდი იყო თბილისშიც. ტოლჩხაბი, ხანდახან სუსხიანი ქარი. მოსალოდნელზე მეტი ყინვა და სიცივე. ხალხი უმეტესად სახლებში იყო შეყუჟული. იხსენებს მიხეილ კეკელიძე. ჩვენც ვიხსენებთ ხოლმე 1921 წლის რუსულ ოკუპაციას. ავალთი უნკერთა მემორიალთან შევამკობთ გვირგვინებით და მორჩა. ესაა მთელი ჩვენი რეფლექსია. ასეთი რიტუალი კი მასებში აჩენს აღქმას, რომ თითქოს მხოლოდ კოჯორთან გავიბრძოლეთ და ასე დამთავრდა ჩვენი პირველი რესპუბლიკის ისტორია. მაგრამ არა. ამ რუკაზე კარგად ჩანს თუ რა მასშტაბებზე ვებრძოდით რუსებს. დიახ, რუსებს. რუსულ წითელ არმიას. მერე კი საბჭოთა პროპაგანდისტებმა ჩვენი ყურე მიაჩვიეს, რომ ოკუპაცია კი არა, თურმე ჩვენი გასაბჭოება მომხდარა. სომხეთის და აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიოგრაფიაში არის ძირითადი ტენდენცია, რომ 1920 წელს ოკუპაცია კი არ მოხდა. არამედ ეს იყო უბრალოდ გასაბჭოება, ანუ პოლიტიკური რეჟიმი შეიცვალა მეორე პოლიტიკური რეჟიმით. ჩვენ ახლაც კი გვიჭირს იმის სათანადოდ შეფასება, თუ რას აკეთებს რუსეთი დღევანდელ საქართველოში. ამიტომ როცა ისტორიის ანალიზს ვიწყებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩემთვის ისაა, თუ რამდენად აღიქვამდა იმდროინდელი ქართული საზოგადოება იმას, რომ საქართველომ 1921 წელს დაკარგა დამოუკიდებლობა. 21 წელსაც რაღაცნაირად აღქმა იყო იმისა, რომ ეს დროებითია. რომ აი გაწითლება ეს დროებითი პროცესია. ბევრ ადამიანში, მათ შორის პოეტებში და მწერლებშიც. დიდმა ნაწილმა საზოგადოებისა ვერ მოახერხა მოკლე პერიოდის განმავლობაში, შეიძლება ბევრმა დამძრახოს ახლა, ვერ მოახერხა მაინც ამის გათავისება, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი და საქართველოს სრულიად სხვა შანსი ჰქონდა არსებობისა, ვიდრე მანამდე. სათანადოდ არ იყო აღქმული დამოუკიდებლობის დაკარგვა მკაფიოდ. ნელ-ნელა მოხდა ამის გაცნობიერება, რომ სინამდვილეში საქართველო აღარ არის თავისუფალი ქვეყანა და ის არის ჩვეულებრივი იქცა ისევ იმპერიის პროვინცია, თუმცა კიდევ უფრო შემზარავი იმპერიის, იმიტომ რომ რუსეთის იმპერია ბევრად ლიბერალური იყო, თავისთან შედარებაც არ არის, ვიდრე საბჭოთა იმპერია, ხო? რაღაცა კოშმარში, წითელ კოშმარში აღმოჩნდით. წითელ კოშმარამდე კი იყო დამოუკიდებლობის 3 წელი. დღეს შეიძლება ვთქვა, რომ ფართო საზოგადოებას არ აქვს წარმოდგენა მაინც, რომ ანუ თვითონ ეს სახელმწიფო რა იყო. ეს იყო ევროპაში ყველაზე სრულყოფილი სოციალიზმი, აცხადებდა ეთელ სნოუდენი, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. რაში გამოიხატებოდა ყოველივე ეს? ამ ძალიან მოკლე პერიოდის მიუხედავად გასაოცარია, რამდენი საქმე იქნა წამოსხებული. ძალიან შთამბეჭდავია, როგორ მიმდინარეობდა პოლიტიკური კონკურენცია დამოუკიდებელი საქართველოს შიგნით. მათ არ ჰქონდათ გადაულახავი დაპირისპირება ერთმანეთთან და აი ამ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანდნენ. ძალიან დიდი მიღწევა იყო. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი თანასწორობის პრინციპი ძალიან რთული გახდა. ქალები დაუშვა არჩევნებზე. არა თუ დაუშვა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ პირველი 5 დეპუტატიც ხავს ჩვენ ქალები უკვე და ამ მოვლენით ბევრი სახელმწიფო და მათ შორის ევროპული სახელმწიფო ვერ დაიტრაბახებს. და ის არჩევნები უკვე ჩატარდა პროპორციული სისტემით.
პროპორციული სისტემით, რასაც ჩვენ აგერ 50 წელია მივბრძვით. პირველი და მნიშვნელოვანი რაც იყო მათი პოლიტიკური განათლება. საქართველოში არა გადმოქონდა როგორც დღეს ჩვენ ხშირად უცხოური გამოცდილება, არამედ საქართველოში იქნებოდა ახალი გამოცდილება. სოციალ-დემოკრატული პარტიამ აგერ ეს რასაც უშიშროების სამსახურს უწოდებ, ჩააბარა ოპოზიციურ პარტიასთან აფილირებულ პირს, ხო? ახლა ოპოზიციას რომ ისწრენ სუსტი დღეს ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ეს აი პოლიტიკურ კალიბრზე მეტყველებს იმდროინდელი მოღვაწეების. ჩვენ რომ მოკლე მეხსიერება არ გქონდეს. აი სინამდვილეში რაზე უნდა ვამბობდეთ, რა ქვეყანა დაგვინგრიეს. რა იყო და შემდეგ რა დავკარგოთ, ხო? ანუ რას უწუხავთ ჩვენ რეალურად. მარტო ხელოვნებას რო გადავხედოთ და კულტურას საფეთქებები იყო, ხო, საოცარი, ანუ ლიტერატურული ტექსტები, თეატრი, მარჯანიშვილია ეს თუ სანდრო ახმეტელია, მიხეილ ჯავახიშვილი, ცისფერ ყანწელები, გალაქტიონ ტაბიძე, ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი, რაღაცა საოცარი, ასე ვთქვათ, კულტურული აფეთქება. ანუ აი გამოვიდა ეს ყველაფერი რაღაცაირად, აი ამ 3 წელიწადში იფეთქა საოცარი ძალით. ჩვენ გქონდა შანსი რომ აი ესეთი ტიპის წამყვანი საზოგადოება ყოფილიყავთ რა. შემდეგ უკვე 1921 წელს ჯერ შემდეგ 24 წელს, შემდეგ 26-28 წლებში ხდება აი ამ კლასის ამ ქვეყნიდან განდევნა, ან ფიზიკური განადგურება. არა, ანუ ეს ინტელექტუალური ელიტა, ინტელექტუალური ბირთვი ერისა იქნა ესე მოსყობილი. საქართველო სახელმწიფო რომელსაც შექმნა არ დასწავდა. აი რა მოხდა 21 წელს. როგორც კი საქართველოს დარჩა მარტო, საბჭოთა რუსეთმა უპრობლემო განაყენა. თავარი პრობლემა იყო საერთაშორისო მხარდაჭერა. ქართველ დიპლომატთა დიდი მუშაობის შედეგად საფრანგეთის მხარდაჭერით გამარჯვებული ანტანტის სახელმწიფოთა უზენაესმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკა დე-იურედ 1921 წლის 27 იანვარს აღიარა. ამის საპასუხოდ იმავე დღეს კრემლში მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოში სამხედრო ინტერვენციის განხორციელების შესახებ. სწორედ სტალინისა და ორჯონიკიძის აქტიურობის შედეგად დაჩქარდა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა. მაგრამ რა არის აქ მნიშვნელოვანი დღეს? ის რომ რესპუბლიკა ჰქონდა, თითქოს ვიცით. და რომ ოკუპაცია მოხდა, ამასაც როგორც დასაწყისში აღნიშნე, ყოველ წელს გავიძახით. თუმცა არ ხდება იმის გააზრება, თუ როგორ დაგვემართა და როგორ შეიძლება დაგვემართოს იგივე ხვალაც, როცა ერთხელ შეიძლება სახელმწიფო აღარ გვქონდეს. სულ ამის მეშინია, რომ რაღაცა ისი არ გამოგვეპაროს ახლაც, რომ ჩვენ ვერ დავინახოთ, ვერ მოვიხელთოთ. და უცბად ერთ დღეს გავიღვიძოთ და რაღაცა აღარ ყოფილა ისე, როგორც ჩვენ გვეგონა. ჩვენ წარმოდგენაში, კოლექტიურ წარმოდგენაში მე-20 საუკუნე მაინც არის ასე თუ ისე პროგრესი. ჭალებში ასე რომ ვთქვათ, რომ აი მაინც წინ მიდიოდა, აი მეტრო ააშენეს კომუნისტებმა და აი რაღაცა ვენგურესი ააშენეს და წინ მიდიოდა რა, რაღაცა ქართული კინო იყო და კი იყო და საინტერესო და კარგი ამბებიც მოხდა, მაგრამ სტალინმა მე-20 საუკუნე საქართველოს მოპარა, რომ მე-20 საუკუნე საქართველოს უნდა ქონოდა სრულიად სხვანაირი, რომ აი ამ ხალხს მაგალითად საქართველოს პარლამენტის დახვეწილ წევრებს მომენტად, ხო ამ კარგ ხალხს სხვანაირი საქართველო უნდა აეშენებინა. ბოლშევიკებს ძალიან უნდათ რომ გადმოებიდებინათ ძველი მთავრობის წევრები და თქვათ საქართველოს პარლამენტის წევრები და ვერც ერთი ადამიანის გამოგირება ვერ მოახერხეს. ამას სულ ვამბობ ხომ ეს გასაოცარია მართლა რომ ერთი ადამიანი ვერ იპოვეს, რომელიც გადავიდოდა მათ მხარეს და იტყოდა რომ რა კარგია ბოლშევიკები რომ მოვიდნენ. წარმოუდგენელი ამბავია დღევანდელი გადასახებიდან მე ვიტყოდი, მთავრობის არც ერთი წევრი არ გადავიდა ბოლშევიკების მხარეს. 129 პარლამენტის წევრიდან ქვეყანაში დარჩა 108, როცა მოხდა ოკუპაცია. ამ 108 ადამიანიდან დახვრიტეს 51 და 40-ზე მეტი გადაასახლეს, სხვებს ოჯახის წევრები დაუხვრიტეს და სისხლის მდინარეები დააყენეს აქ. აი ამ ველის მოთავისუფლების ფონზე დაიწყო საბჭოთა ადამიანის გამოძერწვა
ესე იგი საქართველოს მოქალაქეებიდან, ხო? და ჩვენ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ამის შედეგები 1980-იანი წლებიდან ვიქნით, ეს დისიდენტური მოძრაობა მაგალითად საქართველოში კი იყო ანტიკომუნისტური ამსახველი, მაგრამ ეს იყო ნაციონალისტური საწყისებზე და არა ღირებულებით საწყისებზე, თქვათ ანტიკომუნისტური, იმიტომ რომ ესენიც ეს ჩვენი დისიდენტებიც ყველაზე დიდი პატრიოტიზმის მიუხედავად იყვნენ აი იმ საბჭოთა საზოგადოებაში გადრილი ადამიანები თავისი კატეგორიული აზროვნებით და განსხვავებული აზრისადმი შეურიგებლობით და შეუგუებლობით და ეს რადიკალიზაცია, სამოქალაქო ომი, რუსეთის ჩართულობა და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენი საზოგადოება აი ასეთი შეჯახებისთვის იყო მზად, განსხვავებით მაგალითად ბალტიისპირეთისგან, რომლებიც დამოუკიდებლები იყვნენ სახელმწიფოები ბალტიის სახელმწიფოები 1940 წლამდე და მათ 23 წელი გაატარეს დამოუკიდებლობაში, ჩამოყალიბდა ეს საზოგადოება, ასე რომ ერთი თაობა, მინიმუმ ერთი თაობა გაიზარდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში და ჩვენ თუ ნახავთ კადრებს 1980-იანი წლების ბალტიის რესპუბლიკებში გამართული საპროტესტო გამოსვლებიდან, მიტინგებიდან და სხვა, იქ ჭარბობს ძველი თაობა, უფროსი თაობა, ანუ თაობა, რომელსაც ფიზიკურად ახსოვს, საკუთარ მეხსიერებაში ახსოვს ის პირველი დამოუკიდებლობა, იქ არის გაზრდილი და ისინი არიან ბრძოლის წინახალხზე, ხო? და ჩვენ შევხედოთ ახლა მაგალითად 9 აპრილის კადრები ავიღოთ სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებიც საქართველოში, სადაც ძველ თაობას უფრო გაცილებით უფრო იშვიათად ხვდები. რომ არა 1921 წლის რუსული ოკუპაცია. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ვიქნებოდით დღეს ძალიან კარგი, მტკიცე, ჩამოყალიბებული ქვეყანა, სადაც იქნებოდა წესიერი სასამართლო, სადაც იქნებოდა არჩევნები, რომელსაც არავინ არ დააყენებდა ეჭქვეშ, სადაც იქნებოდა სოციალურად ბევრად უკეთესად მოწყობილი ქვეყანა, სადაც არ იქნებოდა აი წარმოუდგენლად დიდი განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის და ჩვენ იქნებოდით ნაწილი აი პროგრესული სოფიო საზოგადოებისა, რომლისგანაც დღესაც მივისწრაფით, რომ ძალიან შორს ვართ. წითელმა დროშამ ჩვენ გადავყარა შენდა მორფინმან არი მუშავა გოჯრის მიწაში